მეგობრებო, ბევრი მეკითხებოდით იმაზე, თუ რა მოხდა ალასკის ავიახაზებზე, რატომ დაკარგა კარი Boeing 737-მა. დღეს იყო პირველადი პრესკონფერენცია, კარის სამაგრებიც იპოვეს და ვერ იპოვეს უბრალოდ ბოლტები, რომელიც ამ კარს ამაგრებს თავის ადგილას. ეს კარი იყო დეაქტივირებული თავიდანვე, ეგეთი კონფიგურაცია ჰქონდა თვითმფრინავს, რომ კარი აქტიური არ იყო. ანუ ფიუზელაჟის ნაწილი იყო ეს კარი. მაგას აქვს თავისი სამაგრები. ასეთი სამაგრია, ამაში ჩადის ასე კარი, ასე სლაიდივით და შემდეგ თავისი ბოლტები აქვს. ეს ბოლტები ყველა ვერ იპოვეს. ნაწილი არის დაკარგული. და ვარაუდობენ, რომ თავიდანვე არ იყო დაყენებული თავის ადგილას ეს ბოლტები და ქარხნული ნაკლი. Boeing-ი გამოვიდა დაახლოებით 2-3 თვე არაც დაფრინავს. სრულიად შესაძლოა, რომ ადამიანური ფაქტორი იყოს და ვიღაცას უბრალოდ დაავიწყდა ამ ბოლტების დამაგრება. ამას არ გამორიცხავენ. ეს იყო პირველადი დასკვნა, ჯერჯერობით ეძებენ ამ სამაგრებს და თუ საბოლოოდ აღმოჩნდა ის, რომ მართლაც რაღაც დააკლდათ, იქნება ქარხნული დეფექტი და ადამიანური ფაქტორი.